რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კახეთში სტიქით დაზარალებულთა დასახმარებლად კომპენსაციების გაცემას განაგრძობს. სამინისტრო ბანკ ქართულში დღეს იმ 3000 პირის სიას გააგზავნის, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებას საჭიროებენ. კიდევ ერთ 3000 კაციან სიას კი ბანკს სამინისტრო კვირის ბოლოს გადასცემს. დაზარალებულთა ანგარიშები ბანკ ქართულში გაიხსნება. რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაცია განსხვავებული იქნება და თანხას ზარალის ადეკვატურად მიიღებენ. კომპენსაციების გაცემა დაახლოებით 6 კვირა გაგრძელდება და სახელმწიფო დახმარებას დაახლოებით 28500 ოჯახი მიიღებს. მიმდინარეობს საბანკო ანგარიშების გახსნა 28500-ვე დაზარალებულ ოჯახზე და შესაბამისად ანგარიშების გახსნის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება კომპენსაციების დარიგება. ჩვენ ვთხოვთ მოქალაქეებს, რომ საკმაოდ შვიდად და ნორმალურად წარიმართოს ეს პროცესი ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე იმ კუთხით, რომ არ იყოს მოლოდინი, რომ ადამიანი მივიდა სადღაც ბანკის ფილიალში და არ აღმოჩნდა სიაში, სწორედ ამიტომ წუნებულებს ექნებათ ინფორმაცია თუ იმ ეტაპისთვის ვის ანგარიშში არის უკვე ეს თანხა გადარიცხული.